მოგესალმებით მეგობრებო და დღეს რამდენადაც გასაკვირია უნდა იყოს, უნდა გესაუბროთ დადებითად. ბიუჯეტურ მანქანაზე, როგორც წესი ბიუჯეტური მანქანები არ მიყვარს, გამომდინარე იქიდან რომ უხარისხოა ხოლმე, თუმცა ამას წინათ მომიყვანეს სერვისზე მანქანა, რომელიც მე მგონი მომეწონა და ეს მე მგონი რომ ზუსტად გავარკვიოთ მომეწონა თუ არა. აი მეც ვიყიდე ეგეთი მანქანა, ეხლა ჩამომივიდა და სხვათა შორის ბორგირი და დიმუ და ბორგირი, იმიტომ არიან აქ რომ მომეხმარებიან მის გამძლეობის ტესტის გაკეთებაზე. ხო? გადავიღოთ? ჩარტ. ეხლა ჩაგახედოთ შიგნით რა მომეწონა ამ მანქანაში რა. ნუ ბაგი არის რა თქმა უნდა, ერთი რამდენი მასშტაბია? 1.14-ს გავს თუ 18-ს თუ რაღაცას გავს. აი რა მნიშვნელობა აქვს, აი ამ ხელა არის. უფრო კარგად განახებ ცოტა ხანში. თავის ელემენტი მოყვა. ზოგადად როგორც წესი, მანქანას რო ელემენტი მოყვება, იგი მესნიშნავს რომ რაღაცით უნდა შეგაბან, იმიტომ რომ კარგ ელემენტს არავინ არ გამოგაყოლობს, ზოგიერთი ელემენტი $100 აქვს და კიდე მეტიც. აი ესე. ეს არის ჩოთქიანი ძრავი, ბრაშეთი. ხო და ჩოთქიანი ძრავი ცოტა ნელად დადის ბრაშლესთან შედარებით უჩოთქოებთან. მაგრამ არის ის ვერსიებიც, ანუ ისიც შეგიძლიათ იყიდოთ და ეხლა ნახეთ რატომ მომეწონა ეს მანქანა დაგათვალიერებინოთ. პირველი, ნახეთ, შასი აქვს ალუმინის. ეს იმას ნიშნავს, რომ სიმძიმის ცენტრი კარგად ექნება. საბურავი, რავი, წავა რა. ეხლა რო გითხრათ, თუ კარგია თქო მოგატყუოთ, მაგრამ ალბათ ამას ეყოფა. ნახეთ, მომხმევის სისტემაში რკინის დეტალები აქვს. და ეს ძალიან კარგია, როგორც წესი, სათამაშო ვერსიებს სულ ისინი იქ ხოლმე რა. სულ პლასმასია, ზოგი ჭედავს, ზოგი ფუჭდება, ზოგი ტყდება. წინ ნახეთ, ამორტიზატორები რაზეც მაგდება. ესეც რკინაა, უკანაც რკინაა, ყუმბარების ნახეთ, რკინებია. მოკლედ, კაია რა. პარკი ქონია გადაკრული, ეს ახლავე უნდა მოვაძროთ. თუ არ გინდათ რომ ესეთი საზიზღრობები მოუვიდეს, ნახეთ, რას გავს. ასე რომ ეს თუ არ გინდა რომ მოგვივიდეს, ეხლავე უნდა გადავაძროთ ეს ყველაფერი. გადავაძრეთ პარკი და ნახეთ რა ლამაზად გამოიყურება. ხო, ესეც ძალიან კარგი აქვს, რომ კლიპსებს არ დაკარგავთ ხოლმე. მოკლედ, ესე იგი, გაჩვენებთ ახლა რადიოს. თუ ამოვა აქედან ოდესმე ვონთ, რადიო ისე რა. ჩართვა მინდოდა, მაგრამ ძუნწმა ჩინელებმა ელემენტები არ გამოვატანეს. ავიპოვოთ ერთ-ერთი ცალი ელემენტი და თან გადაობა ის არის, რომ აქ აქვს ღილაკები, რომლებიც არ მუშაობს, ნახეთ, არ მუშაობს. ტყუილად აქვს. ვატყუებენ. რადიო ჩაირთო, შევაირთოთ. ჩაირთო. რა кайხმებია. გავა, ნახე, ეხლა მოსკენი. მოტორის დამჭერი, ძალიან სქელი ის აქვს, ალუმინი, მაგარია. ძალიან მომეწონა ეგეც. იმისათვის რომ ზომა უკეთესად აღიქვათ, ეს არის 1.8 მასშტაბის და ეს არის 1 რაღაცა მასშტაბის, რომელიც ვერ გავიხსენე სავარაუდოდ 1.14 თუ 18 თუ რაღაცა არის. მოიცა უფრო კარგად განახოთ ზომა. ეს X Max-ია, ეს იმაზე დიდი ბაგი და ეს კიდე ცოტა პატარა ბაგი. ამ მანქანაზე რატომ მეუნებიან ხოლმე ვიდეოში ძალიან პატარა ჩანსო? შეხედეთ რამ ხელა. ყველაზე მთავარი დეტალი, რაც ამ მანქანაზე დამავიწყდა, უნდა მეთქვა, რომ ამ მანქანაში ჩინეთში გადავიხადე 65 ლარი და 56 თეთრი. ეს იცით რას ნიშნავს? იმას, რომ ეხლავე გამოიწერეთ ჩემი არხი. პირველი გადავწყვიტეთ სლალომში გავტესტოთ ჩვენი მანქანა, ესენიც მზად არიან და ეხლა დავალაგებთ ამას და ნახოთ როგორ ივლის ესე. მიდი, მომეხმარება, მიდი. ой. ესე იგი პირველი ტესტი გავაკეთოთ ახლა. ნახოთ როგორ უხვევს და საერთოდ როგორ დადის. წავიდა. ბორგირ. ფუ. ბორგირ. გამოდი უკან. ესენი არიან სასოსნავის ხამები და ამით უნდა მოვისყიდო. აჰა. всё, ვაგზელებ, წავიდა. მოხოვის კუთხე ცოტათი არ უარგა. მოხოვის კუთხე ცოტათი არ უარგა, თუმცა იმედი ეს რეგვენი აღარ შემიშლის და ეხლა გავაკეთებთ, ესე იგი ცოტა დავაშორეთ, თორე ზედმეტად ახლოს იყო, აბა წავიდა. შვენიერია. რას არ უყევს? ძალიან კარგადაც უყევს. მაგარია. ბრაშლეს ვერსია რო გამომეწერა უფრო კარგი იქნებოდა. ნახეთ, წავიდა. ამ მანქანის ერთ-ერთი მთავარი მომენტი, რატომაც დადის კარგად, არ ვიცი, შეამჩნევდით იქ რამდენად ჩანს არ ვიცი, მაგრამ დააკვირდით ამორტიზატორები რა კარგად მუშაობს ხალხო. დააკვირდით უბრალოდ.
იმენა იდეალურად მუშაობს. აი. გორგი, შეამოწმე? კაია, ხო? უკანები, მოიცადებ, ნახავ ერთი წამით. მოიცა. არა, მუშაობს, აი, ნახე. კარგია, არ არის გაფუჭებული ეგ უკანები, ნუ გაუტრაკე საქმე. მადლობა, ჯიგარი ხარ, ჩარტყი. ესე იგი, მეგობრებო, ამ ორ რეგვენს გაუძლო მანქანამ და ისევ ცოცხალია. ერთადერთი რაც არის, ორი ცალი კბილი აქვს ჩარჭობილი აქეთ, ერთი ცალი აქეთ და ამ რეგვენის ბრალია. ასე რომ წინ გაიხედეთ, ბავშვო გიღებთ, ხო და ისა, ეხლა მასახში გავუშვებ, თორე ტვინი შეჭამეს, მართლა არ მაცლიან გადაღებას და თქვენ კი შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, გააქტიუროთ ზარის ღილაკი, ლაიქიც არ დაგავიწყდეთ და წავედით. მე მგონი მიყვარდება ეს მანქანა, რავი, ძალიან მომწონს ჯერჯერობით ნაკაწრები არაფერი აქვს. ახლა კი სადარბაზოს ტესტი უნდა გავაკეთოთ, თქვენ ამ ტესტის შესახებ არაფერი არ იცით. აქ რაღაცა კარგი გადახურული და დიდი სასრიალო ადგილია და ეს ცირატო გამიშდა ეს იდეა, იმიტომ რომ ჩქარია. წავედით. აბა, სადარბაზოს ტესტის დროც არის. უჭის აქ ცოტა სრიალი. მეცა, კარგად დავმოღამოტობა. ვაუ! ეს არის რა ქვია. ბლოკირება გასაკეთებელი ხიდებში და მე ისრიალებს საკაიფოდ. წავედით ახლა ასფალტზე ვნახოთ რა შვება. ნახეთ, просто ის აქვს, ნაკაწრი, მეტი არაფერი. ეხლა რა თქმა უნდა ასფალტზე საოცრებებს ვერ იზამს ბრაშედი, მაგრამ აი ბრაშლესი რო იყოს ალბათ ბევრად საინტერესო იქნებოდა. წამო ეხლა თოლში კრაულინგი მოვთხოვოთ. კრაულინგი არ არის ჩემი საქმეო. მაგარი ტიპი, ოპა, ვაიმე. წავედით. ნახეთ პატარა ტრამპლინი ვიპოვეთ. წავიდა. წავიდა მეორე მსვლელობა. აუ, კიდე. აბა, რა გავტეხეთ? ეხლა ამან თუ კიდე გაუძლო გავაფრე. ხო, პატარა წინა ნაწილი. მაგრამ ნახე, აქაც რამხელა რკინა აქვს, შეხედე. და არაფერი არ მოდის. ჯერჯერობით მომწონს ეს მანქანა. როგორც უკვე მიხვდით, ამ ვიდეოს აზრი და არსი არის ის, რომ ერთად ვიპოვოთ ბიუჯეტური კარგი მანქანა, რომელიც შეიძლება ისეთმა ადამიანებმა ზიყიდოთ, ვისაც არ გაქვთ იმის საშუალება, რომ მაინც და მაინც 2 და 3 და 1000 დოლარი გადაიხადოთ მანქანაში და მოდი ახლა შევხედოთ ესეთ დაჯახების მერე რამე პრობლემა შეექმნა თუ არა მანქანას. მოდი. ჯერ მართალია ძალიან განსაკუთრებული არაფერი არ მიქნება, მაგრამ ცხვირით მართლა ძალიან დავაჯახე და ამ ადგილს არ გვერდით. აქ პატარა ბამპერივით ქონდა დამცავი და ეს მოტყდა, მაგრამ სხვანაირად არ წარმოვიდგინა. ნახე, ერთი დეტალი. უბრალოდ მოიშვა პატარა იმან, მოგუჭიროთ თავის ადგილას. ესე იგი, ეს არის ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე გაქაჩული, ასე ვთქვათ, მოდელი, რომელიც ძალიან უყვართ, მაგრამ საიდან მე მგონი უნდა ჩავრთო. და მართლა ძალიან გადაობა ტიპი არის, ეხლა რა თქმა უნდა, ხარისხობრივად. არაფერი, უბრალოდ ამის მთელი მუღამი არის, რომ რაღაცნაირად ისე დადის რა, როგორ ვთქვა, რბილად და სასიამოვნოდ და მე მგონი აქ არის ელემენტი ვიპოვო. და ამის არის კიდე სხვათა შორის პატარა მოდელი. ისიც ყავს, მაგრამ ის უფრო საყვარელია, მე რომ გითხო. ხო, ელემენტი აქ უნდა იყოს. ახეთ რა უცნაურად არის, მაინც რაღაცა ხო უნდა მაწამონ. ის ბევრად მაღალი დონეა. მიწევ და ეს სათადარიგო საბუროს გადაატრიალებ ჩერდება. ვახ ჩემი არ გვინდა რა. როგორ ეთყობა რომ სულ ვიყენებ ხო ყოველდღე. მოდი წავიდა. ვაიმე თუ. იმის ხმას მახსენებს ეს ანძები კი არ და ისენი რო არის. ხო რა დენის დიდი ბოძები. წავიდა.
არა, პატარა უფრო საყვარელად დადის. და მაგარია. მოდი, ეხლა ჩვენ ნახოთ ერთ პატარა ტესტი ჩავატაროთ. ამანქანის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება არის, რომ რაღაცები წაიღოს ისე, რომ არ დააქციოს. ხმა გესმით, ალბათ წყალი დუღდება, უნდა გავაკეთოთ ყავა და ნახოთ ყავას მომიტანს თუ არა. ისე, რომ არ დააქციოს, რომ მე შესაბამისი ისეც მივცეთ რა ქვია, ფუნქციებიც. სხვათა შორის, სანამ ჩვენი ყავა გაკეთება, აი ესეთი საჩუქარი მივიღე, ესეთი სუვენირი. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან უცნაური გადაწყვეტილება არის ადამიანის ზემის ჩუქება, მაგრამ ისი რა არის, ალბათ იცოდა, რომ ჩემ შემთხვევაში არ იყო უცნაური და პირიქით. აბა ვინ იცით ეს რა არის და თუ იცით დამიწერეთ კომენტარებში. ხო და მართლა არხის გამოიწერეთ, ზარის ღილაკის გააქტიურეთ და ლაიქი მნიშვნელოვანია რომ იცოდეთ. სად ვართ? წავიდა? მეწვა ხელი. ესე იგი, მე აქეთ ვარ და უნდა მომიტანოს ყავა. ნახოთ ერთი როგორი მანქანაა, წავიდა. უპრობლემოდ ახერხებს. იქცა. ეს ჩემი დებლობის ბრალია. ყავა ვერ მოვიდა ჩემამდე. არა და დალევა მინდა. კაი, მეორე. გასაოთ. არეტევა ეს მანქანა და გავაკეთოთ უკუსვლით. ვაიმე, ვერ ჩააბარა გამოსთა, წავედით. ესე იგი, ეხლა მე უნდა გაჩვენოთ. არ გაინტერესებს საიდან მოდის ეს ჩემი იდეები, ეს არსი მანქანები და ყველაფერი. ეხლა უნდა გაჩვენოთ ჩემი ბავშვობა, სხვათა შორის დედა შემა იპოვა და დამირეკა. ხო და ესე მითხრა, რომ ისო არ გინდაო იქ ვიპოვეო, მაღლადესო დამტვერილიაო და მოდი ვაჩვენოთ. ეს არის ხალხო ჩემ ვაიმე. აი ეხლა მომიტივტივდა მართლა ყველაფერი. ვაიმე. და როგორ იყო იცი? ეს ხო იცი? აუ მოდი გავაწყოთ რა. ამის სხვათა შორის იყო კიდე დიდი ვერსიები და ეს რბიანს აკეთებდა ხოლმე და ქვეშ ძვრებოდა, მაგაზე ვგიჟდებოდი, მაგრამ მე რას ვაკეთებდი ხოლმე, მაგასაც უეჭველი გაჩვენებთ. ეს წრე არ მაკმაყოფილებდა და ეხლა უნდა გავიხსენო ჩემი ბავშვობა ზუსტად ის ვერსიას უნდა განახოთ. ავაწყოთ, მაგრამ ერთი შემეშალა. მეტა იმუშავებს ეხლა ეს. და იმედია შიგნით არ ჩამრჩა. მაგრამ ისენია კოროზიები აქვს. მეორეს უფრო ნაკლებად. აუ, და გადაობა რა იყო? ჩემთვის ასოცირდებოდა ხოლმე, რომ ეს ცოტა პოროტი მანქანა იყო რა, ეს კეთილი და ეს უგებდა ხოლმე, მაგრამ ვიზუალურად ეს ამავდროულად ბეტმენს ამსგავსებდი და მინდოდა რომ ამას მოეგო ხოლმე, მაგრამ ეხაც რომ ნახე, რაღაც ძრავი გაჭედილია, ხო და აშკარად მაშინაც გაჭედილი იყო, თვალ ბოლომდე ვერ ხვდებოდი და ეჯობნიდა ხოლმე და მოკლედ საბოლოოდ ვერ ჩამოყალიბდი, რომელს მინდა და გაიმარჯვებინა რა. ვნახოთ. ვის გქონიათ კიდე ესეთი ან მსგავსი დაწერეთ აბა კომენტარებში და ფოტოების თუ გაქვთ უეჭველი ჩააგდეთ. მაინტერესებს და ჩემი ტესტი მქონდა, უნდა გაჩვენოთ. შეხედეთ? დავადებდი და მოიცადე. ვაიმე. აჰა, წავიდა მუშაობს. წავიდა. აუ. არა, აღსადგენია. წვალობს ზან. აღსადგენია. რას თქვით, იქნება საინტერესო თქვენთვის, რომ აი დეტალური აღდგენა გავუკეთო ამანქანას და გავაახლო. თუ კი ესეც დაწერეთ კომენტარებში და რა თქმა უნდა პროცესს სრულად გადავიღებ. მიდი. ვერ მიდის. ვა, მოიხოდა. აბა ეს მე მგონი ეს ვაფშე მკვდარი იქნება. არა, მკვდარია. მოკლედ, კაი, გადავედით ახლა სხვა ამბავზე და ისევ დავუბრუნდეთ ჩვენ მანქანებს და გავაკეთოთ დრაგი. შევეჯიბრებით მე და სანდრო და რომელი მანქანა გინდა? ეს? არა და მეც ეგ მინდა. მოდი ჯეირანი. ჯეირანი. შენია. ეს არის ჩვენი ფინიშის ხაზი და აქ ერთი მთავარი მომენტი კიდე იქნება, რომ შენ უნდა შემოხვიდე ტრაქტორის აქეთ და მე იქით. всё, მზად ხარ? წავიდა.
და დადგა მომენტი წლის ყველაზე დიდი შერკინება დრაგზე შეეჯიბრებიან ორი ბიუჯეტური ხეცი და დავიწყოთ. 3, 2, go! ოი ესე რანაირ ძალეთ რომი დომოდა ხო ვერ გავჭედავდი ესე ვაიმე რა ზუსტად შეეტია კაი ერთის გავიმეოროთ 3 2 go ვაუ ჩემი კიდე რა არის არა და მართლა მინდოდა დავჭახებოდი და რა თქმა უნდა ჩვენი დრაგის გამარჯვებულია ბაგი ხალხო მართლა მოწონს ეს მანქანა ამ ფასად 65 ლარად მე აზრზე არ ვარ რა შეიძლება იყიდოთ იცით რა იდეა მომივიდა ეს რადგან ესეთი მანქანაა რაღაცა ბიუჯეტურ მანქანებში შეიძლება საინტერესო შეჯიბრებების ჩატარება და მე გამარჯვებულები რომ ესეთ მანქანებს მოიგებთ მე მგონი კაი იდეა რა თქვით აუ ამ იდეაზე ვიმუშავებ იმან ახალი ფუნქცია უპოვე მანქანას მე მგონი ბლოკირებული ხიდი აქვს ნახე ვა მაგარია და ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი სახელოსნოს ყველაზე დიდი გრანდიოზული მანქანა რაქსასზე მაღალი დონის ბრენდი ითვლებოდა და მე მგონი ითვლება HPI HSP-ში არ შეგეშალოთ HPI და ეს არის HPI-ის ძალიან სერიოზული მანქანა რომელიც წესი დარიგით მაგალითად თუ ამას შევადარებთ ბევრად პატარაა მაგრამ გაგიკვირდება და სადღაც 3-ჯერ მეტი დაჯდა ეს მანქანა მოდი ნახოთ ესეც ვინ არის ეხლა ნახე რა უნდა გაჩვენოთ მოიცათ ეს არის ჩემი საიდუმლოებით მოცული ადგილი ცოტა ვსწორდები დაბალი ის არის რა ქვია საწყობი და ეხლა უნდა გაჩვენოთ მაგარი რამე ოღონდ სად მივაგდე პროსტა თუ ვიცოდე ესეთი მრგვალი ის არის რა ქვია გრძელი აუ ეს რა ვიპოვე ხალხო ეს არ მახსოვდა ой სხვათა შორის ვინც არის იცით ნახე პრინტერი მაქვს უკვე და ესა რო იცოდეთ რაღაცეების დაბეჭდასაც ვიწყებთ და მაგაზეც შეგიძლიათ მოგმართოთ ხოლმე აუ ეს უნდა ვაჩვენოთ მოდი ნახეთ რა მაგარი ტიპია FPV კამერა მოდელი G კლასი და სხვათა შორის ეს არის მაგარ ჩათლახი ვიღაც არის სადაც გინდა დაძვრები ისე რომ ვერავინ ვერ ხედავს რა თქმა უნდა იმდენად პატარა და ისა შეგიძლია რომ ვიდეო ჩაწერო რასაც იბლი ყველაფერს გადაიღებ ჩაწერს როგორც აი დრონით აკეთებენ ხოლმე ახლა რა თქმა უნდა ის ხარისხი არ იქნება რაც მაგალითად დრონზე მაგრამ კაია მგონი რაღაც ვიპოვე ეს რა არის აუ ესეც უნდა ვაჩვენო ეხა ხალხს ეს არის მეგობრებო არ ვიცი გინახავთ თუ არა ინტერნეტში არსი ფეხბურთი პატარა მანქანებით კეთდება და ცოტა ხანში ვაპირებ რომ ჩამოვიტანო აი ეგეთ პატარა ზომის მანქანები და სხვათა შორის სატესტოდ იმიტომ ჩამოვიტანე აი ესეთი ამბავი იქნება და ვითამაშებთ ხოლმე არსი ფეხბურთს მაგრად გავერთობით და რა თავარია ჩემი გამომწერები მინდა რომ მოვიწვიო ხოლმე და მინდა რომ ჩემ გამომწერებთან ერთად გავერთო ხო და მე მგონი თქვენს გაგისწორდებათ ეს ამბავი ეს რა აი ამას ვეძებდი ნახეთ რა მაქვს იმ მანქანისთვის წავედით გავტესტოთ თან მაგიდაზეც ზუსტად მეტევა ჩვენი ის პატარა მონსტრი კი იტენება და სანამ ის იტენება ჩავთოთ G კლასი და ვნახოთ როგორია მისი პერსპექტივიდან ტრეკზე სიარული აი ესე ტრეკის მონატრებული ადამიანი ვარ და რადგან იქ ვერ დავდივარ, აი მე ჩემი ტრეკი მაქვს მართალია ძალიან პატარა ზომის, მაგრამ არა უშავს. და სხვათა შორის ამას აქვს ფუნქცია, რომ ტელეფონიდანაც მართო და შეგიძლია რადიოთი მართო. ესე იგი ჯერ რადიო უნდა განახოთ, ამას როგორი რადიო აქვს, ავიღე. და ეს აი ესე ჯდება. ვიღებთ ტელეფონს და ესე. აუ რა აქვს გათვალისწინებული ნახე ხელი ხო ესე არ გიჭირავს რა ანუ ბუნებრივად ხო ესე გიჭირავს და უყურე გინდა არ გინდა გისწორდება რა მაგარია აუ ნეონები მოიცა შოქს ჩავოქრობ კარგად უნდა განახოთ ნეონები ძალიან გაადრამატული რა დონ და უცებ მორჩას და გადავიდეთ რა დონ
და უცებ მორჩეს და გადავიდა. გიროსკოპია. გავკიშდები, გიროსკოპია, ხალხო. და რეგულირებაც კი შეიძლება გიროსი. ანუ რა მაგარია. ვაიმე. და FPV-ს დროა. ეხა პროგრამა უნდა გავიხსენო, არ მახსოვს რომელი ამის პროგრამა და დაგიბრუნდებით ერთმანეთს. ნახეთ რითი მივხვდი. ეს პროგრამა კი არა და აპლიკაციის ის ხო გავს. ეგ არის, შევედით. ხსნა. ready to race, აბა. აი. მოიცადე, აქ აქვს ჩაწერა. აუ, სად არის ხო ჩაწერა? ვიდეო. ვიღებ. აი როგორ მიღებს? წავიდა. ესე იგი დრო არის რომ ჩვენ გადავლახოთ კი არა და კარგი დროები ვაჩვენოთ. კვალიფიკაციას საუკეთესო დრო დავაფიქსირე და აქ იმიტომ დავდექი და ვიწყებ. არა, იქით უნდა გავიდე და ესე. ვაიმე, ცდელია. რა მაგრა ძალიან მაგარია. აუ არ ვიცი აქ რეპერტია, მაგრამ აქ ძალიან მაგარია. არ გინდა ცადო? ვიდი, დრონზე გამოცდილი. სხვადასხვა პირველად მიჭირავს ეს კამერა, იმედია. ოპა. მასკა, იყიდი ერთხელ ეგეც. ჩვენი ნადირის დაიტენა და დუალში გიწევ. წავიდა. მეორედ და უნდა დავამარცხო, მეორედ დაემხობა. ოიც ერთ წუთი. ესე იგი, G-კლასი იმის რა ქვია, მუსტანგის წინააღმდეგ. გავითვალოთ. ოიცადე აქედან. სათხარ? 3, 2, go! ოპა! ვიზა ბიჭო, ვაიმე და გადავედი ზიდან და აუ! ვაიმე, გაჭედა. რაღაც მოუვიდა. ეხლა ნახოთ დაბლა მანქანებში ძრომიელს რა მოხამი ექნება, მაინტერესებს და თქვენს გაჩვენებთ. წავიდა. ონთან აქ გადავიღებნე რა. ძალიან ასწორებს. აბა ტრაქტორთან შევიდებით. არა, ბე. წავედით. X-Max-ის ქვეშ გაძრება? ვერ ძრევ. აუ, ლურჯი. სანდრო გიპოვე გამოდი. აქ გავძვერი. აუ, ძალიან გადაობა, ხალხო, ეს რა. აშკარად დაჯდა. მოდი. აჰა, მოგლეთ მაგრა დასწორებს. ამ ტრაქტორზეც მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვა გამომდინარე იქიდან რომ მე მგონი ვალდებულის ვარ უკვე იმდენი მესიჯი შემოდიოდა. იმდენი შემოვიდა და დღემდე კითხულობს ხალხი ამას და ძალიან აქტუალურია, მაგრამ მოკლედ გაფუჭებული აქვს რაღაცა შიგნით. აი ეს ნახეთ, აი ესე არ უნდა იყოს რა. ხო და გაფუჭებულია და რადგან ასე ძალიან გაინტერესებთ, აუცილებლად გავაკეთებ ამ მანქანაა თუ ტრაქტორს და განახებთ მე რა შვება და როგორ შვება და მოდი დავამთავროთ ჩვენი ბიუჯეტური ბაგით და ბოლო კადრებსაც შემოგთავაზებთ. საბოლოო ჯამში მაინც მივდივართ იქამდე რომ მანქანა უნდა იყოს გამძლე. იმიტომ რომ ნახეთ სულ მინიმუმ შენ გინდა რომ ეს ბიუჯეტური მანქანა დაუშვათ რაც პირველ ეტაპზე იყიდე, გინდა რომ გატესტო საერთოდ მოგწონს ეს სფერო თუ არა და უნდა იყოს გამძლე რომ ასე ვთქვათ მაგის დრო დაგრჩეს და ის რომ ეს მანქანა მართლა კარგად დადის და საკმარისია იმისთვის ძირთადად იცოდეთ ვისაც გამოცდილება არ გაქვთ რომ ესე ზომის მანქანები ვერ დადიან სწორადაც ვერ მიდიან ხოლმე აი ესე დებილობები ემართება და ნახოთ ახლა ჩვენ გამძლეობის ტესტი კიდევ ერთხელ წავიდა ვაი არა და ახლა მართლა არ მინდოდა მოდი მესამე ჩამოვხდეთ მეოთხე აუ, სისწრაფე დაკლებული მქონია, ხალხო. ხადაო. მეტი აქვს სისწრაფე. აბა,
მე რამდენი ჩავხტომა? მე 5 წავიდა. ანუ რეალურად ეხა ეს ძალიან დიდი არის ამ მანქანისთვის რა. და იმასაც ვერ ვაკეთებ, რომ სწორად დახდეს. ცხვირით ეცემა, წავიდა კიდე. ვაფშე სხვანაირად იმართება. ერთი წამით. აი წეღან იქ სადარბაზოს ტესტზე რასაც ვერ ვშებოდი, ეხლა აკეთებს. და ბოლოჯერ ჩამოვახტუნოთ მეტი, რაღა უნდა მოუთხოვოთ ამ 65 ლარიან მანქანას რა. მოდი ახლოდან ვაჩვენოთ ყველაფერი. ესე იგი, საბოლოო შეფასება. ჩვენი ბიუჯეტური მანქანა აღმოჩნდა ძალიან გამძლე. რა ვიცი, არ ფუჭდება, მეტი რაღა უნდა გავუკეთო. აი, ასე მიწევს მუშაობა. ესე იგი, თავიდან გავმეორდები და ვიტყვი, რომ ჩვენი ბიუჯეტური მანქანა აღმოჩნდა ძალიან გამძლე. რავი, მართლა კარგად იმართება და ბარემ იმასაც გეტყვით, რომ აი, კავშირები, ეგრეთ წოდებული ლინკები აქვს რეგულირებადი და შეგიძლია მოირგო რა, თუ გინდა ცოტა იმაში დახრები გააკეთე. მოკლედ, ყველანაირად შეგიძლია მოირგო და კიდე უკეთესად იმართებოდეს და გამძლეობით კიდე, ჩემი აზრით, მეტი არ გჭირდებათ რა. ერთ-ერთი რაც გჭირდებათ აუცილებლად, ნახე, გადახტა ცოტათი. მაგრამ არაფერი არ არის. ერთ-ერთი რაც გჭირდებათ ახლა ძალიან აუცილებლად ეს არის რომ ჩემი არხი გამოიწეროთ, ზარისხილაკი გააქტიუროთ, კომენტარი დამიწეროთ, ეს ვიდეო გააზიაროთ, ლაიქი და დაელოდოთ მომდევნო კვირას საღამოს 8 საათს, რომ კიდე სხვა ვიდეო იქნება თან ძალიან საინტერესო ვიდეო, რომელიც უკვე გადაღებული მაქვს და არ გეტყვით. პაკა.